Hey, მე ნიკა ვარ, ისევ დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და როგორც ხედავთ, დღეს განხილვისთვის გვაქვს Xiaomi-ის უახლესი სკუტერები. ეს არის შედარებით საშუალო კლასის Mi One S და Toko, ჩემი მეგობარი და ეს რა არის? ეს არის Mi Essential სკუტერი. ხო, ეს არის შედარებით ყველაზე, ასე ვთქვათ, ბიუჯეტური Xiaomi სკუტერი. მოკლედ, დღეს ამ ორს განვიხილავთ და რავი, შეგვიძლია გავგორდეთ, ხო? წავიდეთ. მოდი დიზაინის განხილვით დავიწყოთ. ორივე მოდელი ერთნაირად გამოიყურება, ანუ რეალურად არის ერთი მოდელი, უბრალოდ სხვადასხვა მახასიათებლები აქვს. და ერთადერთი სხვაობა, ანუ რაც არის, თვითონ მოსაკიდები, ანუ აქ რბილია, აქ კიდე რეზინის არის და პრინციპში, ანუ რაღაც გრძელვადიან გამოყენებაში ეს უფრო მგონია, რომ კარგი იყოს. ორივე მოდელის корпуსი არის ალუმინის და სხვათა შორის რაღაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძვირი არის ეს სკუტერები, არის რაღაც კარგი ანაწყობი. რაღაც არ ფართხუნობს, რაღაც მჭიდროდ არის. ხო, ანუ ისეთი გრძნობა რაღაცნაირად არ გვაქვს, რომ უცებ შემოგვეშლება ეს სკუტერები და რაღაც ავილეწებით და ასე შემდეგ. ანუ ძალიან ისეთი სოლიდური ანაწყობია. კიდევ აუცილებლად აღვნიშნავდი თვითონ ბორბლების ხარისხს. ძალიან ბევრი სკუტერი არის, ანუ გაქირავებისთვის, რაც არის თბილისში რეალურად და ძალიან ისეთი უხეში ბორბლები აქვს, რაც მერე ანუ სიარულში ძალიან არაკომფორტულია. ეს არის ანუ სოლიდური ბორბლები არის, ჰაერი არ აქვს შიგნით, პლასმასის ბორბლებია ხოლმე ან კაუჩუკის და Xiaomi შემთხვევაში ჰაერით არის დაბერილი ეს ბორბლები, კამერა აქვს შიგნით და ამიტომაც ძალიან რბილად დადის სხვა სკუტერებთან შედარებით. ძალიან რბილი არის ეს ბორბლები, მაგრამ აქვე არის ერთი პრობლემა, რადგან ჰაერით არის დაბერილი და შიგნით აქვს კამერა, უფრო დიდი შანსი არის ეს ბორბალი დაზიანდეს, გასკდეს ან რამე შეერჭოს და ფაქიზი ბორბლებია სხვებთან შედარებით. მაგრამ რბილი არის და მე მაინც მირჩევნია კომფორტულად ვიარო, ვიდრე ანუ რაღაც უხეში იყოს. მეც მირჩევნია რა თქმა უნდა და უბრალოდ ერთადერთი გასათვალისწინებელი მომენტია, რომ როდესაც მაგალითად გასასეირნებლად წახვალთ, აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ამ ბორბლების წნევა, ანუ დაშვებული არ იყოს და ასე ვთქვათ მწყობრში იყოს. კიდევ ერთი საინტერესო რაღაც, რაც ამ სკუტერებს აქვთ, არის ის, რომ იკეცება და ზოგადად გონია, რომ ყველა სკუტერი ასეთი მექანიზმით უნდა იყოს აღჭურვილი, რომ იკეცებოდეს მარტივად და შეგვეძლოს მისი გადაადგილება. თუნდაც რაღაცა კიბეზე ავიტანოთ, სახლში ავიტანოთ, ტრანსპორტში შევიტანოთ, შემდეგ ტრანსპორტიდან გამოვიდეთ და მარტივად ამოვკეცოთ და გავაგრძელოთ ჩვენი გზა. 12 კილოგრამი არის Essential-ი და 12 ნახევარი არის 1S-ი. პრინციპში ერთ-იგივე ზომა, უბრალოდ ელემენტი უფრო დიდი აქვს Essentials და ამის გამო არის ეს ძლიერი სხვაობა. 500 გრამით უფრო მძიმეა მაგის გამო. სატარებლად დაკეცილ მდგომარეობაში საერთოდ არ იგრძნობა, რომ ან მძიმე ან არაკომფორტული. მოდი ტექნიკურ მახასიათებლებზეც გადავიდეთ. სკუტერებს აქვს სამი რეჟიმი მოძრაობის. ერთი არის უბრალოდ სიარულის, ანუ რომ არ გაგექცეთ და სადმე რომ მიაგოროთ. ხო, მაგ შემთხვევაში 5 კმ/სთ არის სიჩქარე. ორივე შემთხვევაში 5-ია მგონი, რაც გავტესტეთ. მეორე ამ ძირითადი სიარულის რეჟიმში Essentials აქვს 15 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე. და ამას აქვს 20 კმ/სთ. და მესამე რეჟიმი ანუ სპორტი. სპორტ რეჟიმში 20 კმ/სთ-მდე ადის მონაცემების მიხედვით ეს სკუტერი. თუმცა 18 კმ/სთ-ზე მეტი მე ვერ დავადებინე ამ კონკრეტულ სკუტერს. ესე იგი აჩქარებაზეც ეთყობა ეს რეჟიმში, როდესაც არის საკმაოდ სწრაფად მიდის ეს სკუტერები. დრაივში შედარებით ნელ-ნელა იწყებს აჩქარებას და ბოლოს როგორც იქნა ადის იმ სიჩქარეს. თუმცა მე მაინც ყოველთვის ეს რეჟიმზე მეყენა და დავაყენებ კიდეც, იმიტომ რომ მირჩევნია, რომ რაღაც მე თვითონ რო ვაკონტროლო სიჩქარე და ეს რაღაცა შეზღუდვა არ მქონდეს. ელემენტის მოცულობას რაც შეეხება, სხვადასხვა არის, რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტური ვარიანტი გადის 20 კილომეტრს მაქსიმუმ და ეს მეორე One S-ის შემთხვევაში გვაქვს 30 კილომეტრი მაქსიმუმ. რადგანაც მანძილზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დატენვაც. ორივე სკუტერის შემთხვევაში 4 საათი იტანება და შესაბამისად უფრო ოპტიმალურია, რომ ღამე შეერთებული დავტოვოთ და მეორე დილით დაგხვდება უკვე დატენილი და შეგვიძლია გავგორდეთ. პრინციპში მგონი ყველა ასე გამოიყენებს, მაინც და გამოვტოვებდი დასატენად და დილით ისევე როგორც ყველა ჩემ ტელეფონს და მოწყობილობას ვწენი ღამე, ესე ვწენიდი ამასაც. მუხრუჭებს რაც შეეხება, გვაქვს ორი მუხრუჭი, წინა თვალზე არის ელექტრო, ხოლო უკან არის ფიზიკური. და როგორც ველოსიპედებზე პრინციპში ისე ამუხრუჭებ, აქაც ხელის მუხრუჭია. ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ანუ ჩემთვის სატარებლად კომფორტული იყო უფრო ეს ბიუჯეტური ვარიანტი, იმიტომ რომ შედარებით უფრო რბილი მუხრუჭი აქვს რატომღაც და
რაღაც სასიამოვნოთ აჩერებს. ას დიდი მანძილი ჭირდება გასაჩერებლად და არ ძალიან ხისტი არაა, მაგრამ შეიძლება იმიტომ რომ ეს უფრო სწრაფია და შესაბამისად უფრო ძლიერი მუხრუჭი სჭირდება, რომ შეიძლება, მაგრამ მე მაინც ეს უფრო მომეწონა რბილი რო იყო მუხრუჭი. და ასევე, რადგანაც მუხრუჭებზე ვაპარაკობთ, ძალიან საინტერესო რაღაცა არის. ისევე როგორც ჰიბრიდული მანქანები, როდესაც უბრალოდ გორდებით ან ამუხრუჭებთ, ეს ასევე ელემენტსაც ეხმარება დამუხტვაში და შეგვიძლია ჩვენი რაღაცა ენერგოეფექტურობა ამით გავზარდოთ და უფრო მეტი ენერგიაც მივიღოთ. ასევე ისიც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ორივე სკუტერი კავშირდება Bluetooth-ის მეშვეობით smartphone-თან და აპლიკაციის მეშვეობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ისეთი რაღაცეები, როგორც არის მაგალითად კრუიზ კონტროლის ჩართვა-გამორთვა, ფარების ანთება თუ როდის უნდა იყოს ჩართული და ასე შემდეგ. ასევე აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ ამ სკუტერების განახლებებიც დააყენოთ, იმ შემთხვევაში თუ განახლება მოვა, ყოველთვის რაღაცა up-to-date იქნებით. მოკლედ უსაფრთხოებასაც შევეხოთ, რეკომენდირებული არის რომ ატაროთ ჩაფხუტი და აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ წვიმის დროს არის ერნოთ სკუტერებით. კი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს IP48 შხებგამძლეობა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არის მთლიანად წყლისგან დაცული და მით უმეტეს წვიმაში ძალიან ადვილად შეიძლება რომ მოგისრიალდეთ ბორბალი, ამიტომაც წვიმაში არავითარ შემთხვევაში არ ატაროთ. მოკლედ, პრინციპში დღეისთვის სულ ეს იყო, ხო? მიმოვიხილეთ, ამოვწურეთ მთლიანად, შეგვიძლია გავაგრძელოთ სეირნობა და გავგორდეთ სკუტერებით. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი, TikTok-ი, მე კი მომდენო ვიდეოში დაგიბრუნდებით. დროებით.